ყოველდღე მოგაწევი რომ მომკლას ვერ ავკვდები. როცა სახსრები არა გაქვს, ძალიან ძნელია. ექიმთანაც ვერ მივდივარ ელემენტარულად. ექიმთან მისვლა მჭირდება, მაგრამ ვერ მივდივარ, მე თვითონ ოღონდაც ჩემი ვიშკა იყოს კარგად. რა გავაკეთებ? მაგრამ ერთ კიბეს გაუძლება, ჩემი შვილები იყვნენ კარგად. გთხოვთ გევაძრებით და მარადმას როგორ გემოდარებდი, როგორც დედა, როგორც ქართველი ადამიანი. გულწრფელად გეხვეწებით, რომ დაეყოლოთ ჩემს სკოლის მოსწავლე რო ვიყავ, ბედნიერი მომავალი მეგონა რომ მექნებოდა. ოჯახი მეყოლებოდა, შვილები, მაგრამ ცხოვრებამ სხვა მხარე შეუმატრიალა. არ მინდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ჯოჯოხეთში ვიცხოვრო. 80 წლის ასაკში რო ვიქნები, უბრალოდ ის მეფიქრება, რომ დედა არ მეყოლება, ოჯახი, შვილები, მაგის მეშინია რომ უპატრონოთ არ ამომძვრეს სული. ამ ყურძენს აქ გარშემო მყოფ ბაღს მეუნაული და მოხუცი დედიკოული ჩემთვის ძალიან დამამცირებელია. ექიმმა მითხრა ოპერაციის შემდეგ მხედველობა 30%-ით აღმიდგება. ოპერაცია კი არა, საჭმლის ფულიც კი არ მოხს. ჯერ მეუღლის გარდაცვალება, მერე კი მისვაშ დიაბეტის გამო მხედველობის 99% წაერთვა. ამას ისიც დაემატა, რომ კიდურები მთლიანად დათრომბილი აქვს. საბრალო დედის გულში ყოველ წუთს შიშია, რომ ქვრივობიდან შვილმკვდარ დედად გადაიქცევა. საბრალო კაცს თუ არ შეიცოდებთ, მოხუცი დედა მაინც შეიბრალეთ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება სიღატაკეში, ავადმყოფობასა და გლოვის სამოსშია. თუ გსურთ, რომ ამ კეთილბებოს სიცოცხლის უკანასკნელი წლები ჯოჯოხეთურ წამებად არ ექცეს, მაშინ გადავარჩინოთ მისი შვილი და დედა ღვთისმშობელი ჩვენს შვილებს ამყოფებს თავისი კალთის ქვეშ.